მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს 24 ნოემბერია 2011 წელი. გუშინ საქართველოში აღინიშნა გიორგობა და ასევე გარკვეულმა ნაწილმა საზოგადოების აღნიშნა ასე ვთქვათ ვარდების რევოლუციის 8 წლის თავი. მე მინდა მიულოცო ყველას, რა თქმა უნდა, ვინც ეს აღნიშნავს და ვის რითაც უხარია იმ დღის აღნიშვნა მიულოცო და მინდა ვუსურვო სიკეთე და სიკეთე გამჯდარიყოს ყველა ჩვენთაგანის გულში და სულში, რომ როგორც ვიცით, რა თქმა უნდა თეორიულად ბევრი იწერება ამაზე, რომ სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს ქვეყანას და საერთოდ სამყაროს, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკაში გვავიწყდება და ვერ ვახორციელებთ ისე, როგორც მაგალითად შეგვეფერება და როგორც უნდა ვიყოთ საერთოდ. და ზალავს უფრო მეტი ამბიციები ადამიანებში, ზალავს უფრო მეტი ეგოიზმი და რაც ეს თვისებები დამღუპველია ყველა ჩვენთაგანისთვის, საზოგადოებისთვის და საზოგადოებაში მოიაზრებიან ასევე ეს ადამიანები და თუ ვინმე ფიქრობს, რომ შემდეგ გაიქცევა და სხვაგან წავა, მე მგონი ეს უკვე ძალიან უგუნური ადამიანები ფიქრობენ ასე და საზოგადოებამ უნდა გასცეს ყველაფერს პასუხი ყველა დონეზე და სხვათა შორის ეს ჩემი გამოსვლები, როდესაც მე გამოვდივარ და ვსაუბრობ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონს და მეუბნებიან არა საჭირო გამოსვლები, არა საჭირო საუბრები, არა საჭირო ის კითხვები, რაც იბადება ჩვენ შორის, საზოგადოებას შორის, რომ პასუხები გავცეთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად ყველა ჩვენთაგანმა პასუხი უნდა გავცეთ ყველა მოქმედებას, ყველა კითხვას პასუხი უნდა გავცეთ და რაც უფრო ორგანიზებული იქნება საზოგადოება, მით უფრო მკვეთრ პასუხებს გასცემს და მით უფრო იქნება შედეგიანი. რაც უფრო დაქსაქსული იქნება საზოგადოება და ყველა თავის დღევანდელ კვერცხს უყურებს, აუცილებლად დაკარგავს იმ კვერცხსაც და იმ ქათამსაც. და საზოგადოებამ ეს უნდა შეიგნოს ძალიან კარგად, რომ ძალა არის ერთობაში, ორგანიზებაში და თუ ამ კანონებს და ამ წესებს, ამ თამაშის კანონებს ვინმე ასწრება, აუცილებლად უნდა მოესწროს პასუხი. საზოგადოებას არ სჭირდება ცვეთა ადამიანები და სკამზე მოჯდერი ადამიანები, რომლებიც მოჯდებიან და გადმოსვლა აღარ უნდათ, ასეთი ადამიანები არ სჭირდება და ბოლო-ბოლო უნდა მიხვდეს ეს საზოგადოებას. საზოგადოება უნდა მიხვდეს ამას ყველაფერს. რაც უფრო მალე მიხვდება საზოგადოება, მით უფრო უკეთესია. და ლაქუცა ადამიანები არ სჭირდება საზოგადოებას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ლაქუცა და ცვეთა ადამიანები არის ჩვენს გარშემო, რომლებიც როდესაც დაინახავენ რაღაც პატარა ძალაუფლებას, ამ პატარა თანხას, რაღაცას მიცუცქდებიან და უნდათ ამათთან რაღაც ლაქუცი დაიწყო. შეცდომები ეს, ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ქართულ საზოგადოებამ. და ამაზე პასუხისმგებელი
აუცილებლად უნდა მოეთხოვოს ყველაფერს ამას პასუხი ყველაფერს. Რაღაც დრო უნდა მოვიდეს, რომელსაც უნდა მოეთხოვოს ყველაფერი. მე ამას ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩემ რა თქმა უნდა ჩემ პასუხისმგებლობას არ გამოვრისხავ, მაგრამ მე ვთავაზობ ამ ადამიანებსაც გამოვიდნენ და რომ საუბრობენ სათვისტომოს პრეზიდენტები და დიასპორის პრეზიდენტები რომ არიან, ხო, რაღაცეები. არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და საზოგადოებამ ეს უნდა შეიგნოს. ემიგრაციას, ეხლა ემიგრაციაზე მიდევს, ემიგრაციას სამწუხაროდ არავის არ სჭირდება. არც მთავრობა სჭირდება და არც ოპოზიცია სჭირდება, როგორც ვთქვი და არც ქართულ ჟურნალისტიკაც არ სჭირდება არსად. არ სჭირდება, არ ანაღლებთ საერთოდ, არ აინტერესებთ ემიგრაცია. რაც ერთობ ძალიან დიდი მსუხარება მინდა გამოთქვა ამ თემაზე, იმიტომ რომ ქართული ემიგრაცია უკვე 1.5 მილიონზე შეიძლება მეცეთ წავიდა და საერთოდ არ აინტერესებთ ემიგრაცია და ეს ემიგრანტების კიდევ დაყოფილები არიან და ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობებიც იმას, რომ იყვნენ დაგსაქსული. რაც შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს დიასპორის მინისტრის მოადგილის ჩამოსვლა თესალონიკში, რომელიც ჩამოყვა ბატონ ბუბა კიკაბიძეს. რა თქმა უნდა, ახლა მე ძალიან მოწონს როგორც მომღერალი ბუბა კიკაბიძე. ძალიან პატივს ავცემ და მისი განვლილი გზაც ერთობ ძალიან დასაფასებელია და სახელი მოუტანა რუსეთში მოუტანა სახელი საქართველოს. რუსეთში იშოვა ფული. რუსეთში გამოიბრძმედა ბატონი ბუბა კიკაბიძე და გვასახელა ძალიან რუსეთში და ვამაყობდით ჩვენ, როდესაც ჯერ მე კიდევ დავდიოდი რუსეთში შეჯიბრებებზე და შეკრებებზე, როგორც მე ძალოსანი ვიყავი, ჩვენ ვამაყობდით ამ ადამიანებს. ნუ ჩატარდა რა თქმა უნდა კონცერტი ძალიან მე არ დავესწარი ამ კონცერტს ძალიან კარგად ჩატარდა, როგორც მითხრეს, ძალიან კარგად დასაწოლი რა თქმა უნდა არავის არ ეკნებოდა როგორც კონცერტი, როგორც მომღერალი, მაგრამ მე მინდა უბრალოდ ჩემი აზრი გამოთქვა და ასე ვთქვათ, სადღაც გულისხმობაც იმასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე დიდი მადლობა მინდა რომ მოუხადო საკონსულოს რომ მოსაწვევები გადმომცა, მადლობა იქნება რომ არ აღნიშნო ეს, რომ მოსაწვევები გადმომცა და ასე ვთქვათ, ჩვენი ცეკვის მშობლებს დაურიგეთ ეს მოსაწვევები. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, როდესაც არის ერთი მხარე კონცერტი ბატონი ბუბა კიკაბიძეს და არის მეორე მხარე შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან. ეს ერთად შერწყმება და გაერთიანება მე მგონი სრულად მიუღებელია. რაღაც ფორმებში იცით რა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი გვინდა რომ რაღაცნაირად ჩავფარცხოთ, მივფარცხოთ რაღაცეები, უმნიშვნელო გავხადოთ ყველაფერი და რამდენადაც უმნიშვნელოს ხვდით ამ ყველაფერს ის ჩვენ ვეხვდებით უმნიშვნელოები. კონცერტი არის ძალიან კარგი, ჯერით ფორმა უნდა მისცემოდა კონცერტს რომ ვისთვის აკეთებს, ემიგრანტებისთვის თუ აკეთებს, ხო? ამ კონცერტს მაშინ მე მგონი უფრო კარგი იქნებოდა რომ სხვა ემიგრანტებიც დასწრებოდნენ. და ეს ერთი მხარე, მაგრამ ეხლა თუ ჩამოდიოდა მინისტრის მოადგილე, დიასპორის მინისტრის მოადგილე ქართულ დიასპორასთან შესახვედრად, ხო? ამას უკვე სხვა ფორმა უნდა მისცემოდა. ის უნდა მისცემოდა კერძოდ ის ფორმა, რომ აქ სალონიკში არის სხვადასხვა ორგანიზაციები, ზოგი ასე ვთქვათ, რუსულად თვითმარქვია ორგანიზაციები, ზოგი ნამდვილი ორგანიზაციები, რომლებიც კანონმდებლობით არის დაკანონმდებლებული აქ, ხო და მათ აქტივისტებს უნდა შეხვედროდა, მე მგონი, ჯერ გაერკვია სიტუაციები,
ხო და შემდეგში უკვე შეხვედროდა თუ სურვილი ქონდა სხვა დიასპორის წარმომადგენლებსაც. იმიტომ რომ ამ აქტივისტებმა უკვე წლების განმავლობაში მე მგონი ასე თუ ისე რაღაცა გააკეთეს, რაღაცაში ჩამოყალიბდნენ, რაღაცაში გაერკვნენ და უფრო უკეთესად იციან თუ სადაა ესე იგი პრობლემა, სად მივდივართ წინ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად გჭირდება თქვენი მხარდაჭერა და სად გჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. მაგრამ სამწუხაროდ აი ესე უნიშნელოდ კეთდება რაღაცა, ვითომ ვიღაცას მოაჩვენეთ, რა ვიცი ახლა. ხო და რაღაც მომენტში მე მგონი ამას ყველაფერს თავის სახელით უნდა დაერქვას, ეს არ შეიძლება ესე უნიშნელოდ. რაღაც დრო უნდა მოვიდეს ის, რომ ჩვენ დავჯდეთ ყველა ვთქვათ ერთად საზოგადოებები, აქტივისტები, ვთქვათ დიასპორის სამინისტრო და ვისაუბროთ კონკრეტულ გეგმებზე, კონკრეტულ სამუშაოებზე, რაცაა შესაძლებელი. ეს უფრო წინ ნაყოფიერი იქნება, წინ წაგვიყვანს მე მგონი. ხო და ეხლა ის თუ არ უნდა ჩვენი წინ წასვლა და ამის რა თქმა უნდა ისაც ნიშნებიც არსებობს იმისა, რომ არ სჭირდებათ ქართული საზოგადოებები, ქართული ავტორიტეტები და ყველანაირად ებრძვიან, რომ ავტორიტეტები ჩაფარცნონ, ასე ვთქვათ. და არ სჭირდებათ, რომ ახალი რაღაც შექმნა. ესაც ამის ნიშნები და ფაქტები არსებობს. მოკლედ რა გითხრათ, ჩემო კარგებო, მე მინდა რომ გისურვოთ წინსვლა და ბედნიერება და აგერ რა თქმა უნდა ახალ წლამდე კიდე შევხვდებით. ახალი წელი მოდის სულბალე, შობა ახალი წელი და ხვდებით წინსვლა გქონდეს და მაგ დაუბრუნებული გავით ჩვენ სამშობლოში. კარგად იყავით.